მნიშვნელობა აქ იქნებოდა თუ იქნებოდა. ხო, აქ გადამწყვეტი არ აქვს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის მაინც მთავარი არ არის. იმიტომ რომ აქ იმდენად მნიშვნელოვანი მიზეზებია, რომ ესე ჯერთვის წინა სამხედრო დოქტრინაც ესეთივე იყო ზუსტად. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კორექტირება მოხდა, იდეა ის რომ ესე ვთქვათ ყარაბაღ ნაშ რო ამბობენ ხოლმე ეს იყო. ასე რომ თორემ ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ აზერბაიჯანი ყოჩაღად იყენებს, ხოდაშორის თავის დროზე ჩვენგან განსხვავებით. თორემ ჩვენ საზოგადოებამ შეიძლება არ იცის და სომხეთს არ აქვს აღიარებული ყარაბაღის დამოუკიდებლობა. ეს არის საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელიცაც აზერბაიჯანი კარგად იყენებს ხოლმე. და სხვა შორის აი დოქტრინაში მითითებულის კი არ არის მართლა რომ ყარაბაღი გინდა თუ არა. ესე ვთქვათ, სომხეთი იცავს ტარის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ერთი და მეორე გარდა ამისა, რომ სომხეთი, ესე იგი, სომხეთის მფარველობის ქვეშ არის, არა იურიდიული, ზოგადი მფარველობის ქვეშ არის ნებისმიერი სომხური ტერიტორია, რომელიც სოფლიოში ვირტუალურად არსებობს, ვთქვათ, აი ესეთი რამ წერია იქ, აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, აზერბაიჯანი მართალია მიიჩნევს, რომ ყარაბაღია ნაგულისხმე, მაგრამ ნუ ეხლა ეგ არ არის მთავარი მისთვის, ამიტომ ვერ იყენებს ამას, არ იყენებს უბრალოდ ამას როგორც განსაკუთრებულ იარაღს. მთავარი ის არის, რომ სომხეთმა მიიღო ესე იგი, ახალი პარტია მიიღო საჰაერო რაკეტებისა S-300 ქვია სხვანაირად, რომელიც რუსეთმა გადასცა დანადგარი თითო რამოდენიმე წლის წინ და ეხლა მიიღო სომხეთმა ეს ახალი რაკეტები, ეს მიაჩნია. ანუ რუსეთიდან მიიღო. საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა. ეს იყო ადრე მოწერილი პროტოკოლის, ადრე მოწერილი ხელშეკრულების შედეგად გადაცემული რაკეტები, ამდენად ესე ვთქვათ, ამაზე დავა უკვე აღარ შეიძლება ეს იყო შარშან წინ დაიწყო ეს ხელშეკრულება. მაგრამ ის რომ აი ეს ფაქტი ეხლა მოხდა აზერბაიჯანისთვის ბევრად უფრო მეტი წითელი ესე ვთქვათ ნაჭერია ვიდრე იქ დოქტრინა და სხვა თემები, იმიტომ რომ საშტატო განრიგის მიხედვით რამდენად ჩემთვის არის ცნობილი, მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, ეს რაკეტები თუ არ არის ესე იგი საბრძოლო ვითარება საჭირო არ არის, იმიტომ რომ სხვა კომპლექტი აქვს, რომელიც თქვათ მორიგეობის, საბრძოლო მორიგეობის, არასაბრძოლო მორიგეობის შემთხვევაში. ანუ ეს არ არის იარაღი, რომელიც უბრალოდ რეზერვში შეიძლება. ხო, რეზერვში შეიძლება, ესე ჭირდება, ესე იგი რაღაცას აპირებს იმისთვის, რომ გაამაგრა თავის არსენალი. საერთოდ უნდა გითხრათ, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ამ ბოლო დროს სომხეთმა საკმაოდ დიდი პარტია მიიღო სხვადასხვა ტიპის შეერაღების. აი ეს არის ნიშანი, ნიშანს აძლევს, თქვათ აზერბაიჯანის სამხედრო ხელმძღვანელობის არის გარკვეული ნიშანი, რადგან ასეთი ინტენსივობით იღებს ამ შეერაღებას, ესე იგი რაღაცას აპირებს ხვალ, ხო? ნუ ძალიან მარტივი ის არის. რამოდენიმე რუსლანი დაჯდა ერთი ბოლო თვის განმავლობაში, მაისის განმავლობაში და ეს რუსლანი მოგესალმებათ არის მძიმე ნისლავი, რომელსაც უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო თვირთი გადაქონდა და ეს ცნობილია. ბატონო, გარკვეული პარალელების გავლება ხდება აგვისტოს ომთანაც, კერძოდ სომეხი პოლიტოლოგი ანუშ სედრაკიანი მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომაც მიიღო მოსკოვიდან გარკვეული შეპირებები. დაავლებს ანუ ანალოგს დღევანდელ სიტუაციასთან, დღევანდელ დაძაბულობასთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მე პარალელს ვერ ხედავ, შესაძლებელია რომ მსგავსი გარანტიები ქონოდა საქართველოს, რომ დაიწყებოდა ომი და საქართველო გამოვიდოდა გამარჯვებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავარჩიოთ ერთმანეთსაგან, თუ ერთი წუთი მაქვს, მე ამას დავაბაზო მოგახსენებ. მოსკოვიდან გარანტიები ერთია, რომელიც სავარაუდო ბაქომ მიიღო, მოსკოვიდან ან კრემლიდან, ანუ კრემლზეა ლაპარაკი. და სხვა არის გარანტიები, რომელიც სავარაუდო საქართველოს მხარემ მიიღო გენერალი კულახმეტოვისაგან. განსხვავება არის, ხო ძალიან დიდი. ესე იგი კულუარული ინფორმაციით ასეთი ტიპის ლაპარაკი, მე მეტი არ შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ არ ვარ ბოლომდე ინფორმირებული, ლაპარაკი კულახმეტოვსა და სადა მავან ქართულ გენერალებს შორის არსებობდა. მაგრამ ხა ვინ არის კულახმეტოვი, ხო? ვინ კითხავდა კულახმეტოვს სამშვიდობო ძალების უფროს, ესე გარანტიების მიცემას ქართული მხარისთვის. ამიტომ პარალელის გავლება, ესე ვთქვათ, სხვა რამეზეა ლაპარაკი თვისობრივად. რაც შეეხება იმ აქ მოკლედ ესეთი ცოტა ყურით მოთხოვილი ანუ ამ შემთხვევაში თქვენი აზრით საუბარია უფრო გაცილებით ძლიერ და ოფიციალურ გარანტიებზე. ბევრად უფრო მნიშვნელოვან გარანტიებზე, რომელიც მიბმულია ბაქოს ნავთობის თემასთან, ბაქოს ნავთობის მარშრუტის, ესე ვთქვათ, შეცვლასთან, მთლიანად არა ბუნებრივია, მაგრამ ნუ დიდი ნაწილის გაზზე უკვე ლაპარაკი არ არის თავისთავად. მოკლედ აზერბაიჯანის ბევრად უფრო მიბმაზე რუსეთთან უნდა მიაქციოთ ყურადღებას შემდეგ ფაქტორს ერთმანეთთან ვაჭრობენ აზერბაიჯანი და რუსეთი. და პლუს ცდილობენ რომ ერთმანეთს, ნუ ყოველ შემთხვევაში რუსეთი ცდილობს რომ აზერბაიჯანს რაღაცნაირად ასე ვთქვათ რაღაც გამოუჩხრიკოს. ეს არის ლეკების მოძრაობის გააქტიურება ჩრდილოეთ აზერბაიჯანში. ამას მოყვა ლეკური მეჩეთების დახურვა აი გასულ კვირას. ჩემო ბატონო, ეს იყო თქასოთ საქართველოსთან ომის დროს იმ დროსაც გაქანებული ომი იყო ბაქოში მეჩეთში შეაგდეს შუა მეჩეთი,
შუა ვაკოში პროსტორად შეაგდეს ხელყუმბარა და იქ რამოდენიმე ადამიანი დაიჭრა. ანუ რუსეთი ყოველთვის ანაცვალებს ცვალებადობა დიპლომატიური სვლებისა და პრაქტიკულად ტერორისტული ქმედებებისა. აზერბაიჯანის მიმართაც ამ მეთოდს იყენებს ზუსტად და ამიტომ აზერბაიჯანი ცდილობს რომ მით უმეტეს რომ ცდილობს რომ ესე როგორმე გამოგლიჯოს ესე იგი დააშოროს ერთმანეთს მოსკოვი და სომხეთი და თავის მოკავშირედ გაიხატოს მოსკოვი და ეს მეტნაკლებობით შეიძლება გამოვიდეს კიდეც. ბატონო მომკა, გასაგებია ის რომ დიდი აქტორები როგორც არიან დავუშვათ რუსეთი, თურქეთი და იგივე ირანი რაღაც სარგებელს მიიღებენ ამ ომისგან, მაგრამ რეგიონში რა შეიძლება მოყვეს მსგავს ესკალაციას? ჩვენთვის კატასტროფა იქნება ეს. და იგივე აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის რა შეიძლება? გასაგურველია კატასტროფა იქნება, მაგრამ აქ როგორ არის იცით რომ გამარჯვებულისთვის, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ეიფორიული მდგომარეობა იქნება. მით უმეტეს თუ ეს გამარჯვებული აღმოჩნდა აზერბაიჯანი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ამში გამარჯვებული ვერ იქნება. მაგრამ აქ მარტო სამხედრო გამარჯვებაზე არ არის ლაპარაკი, არა გარკვეულ დივიდენდებზე, რატომაც ესათვის ქვეყანა დგამს ამ ნაბიჯს. ეს არ არის 90-იანი წლები, როცა სპონტანურად მოხდა ომის დაწყება. ეს არის წლები, როდესაც ორივე ქვეყნისთვის გარკვეული კულუარული მოლაპარაკებები, გარანტიები და დივიდენდები შეიძლება სხვადასხვა მსხვილი სახელმწიფოებისგან, ტრანსნაციონალურ კომპანიებისგან ასე შემდეგ. ვიღაცისთვის აუცილებელია რომ აზერბაიჯანული ნავთობის ნაკადი გაჩერდეს ევროპისაკენ მიმავალი, ვიღაცისთვის აუცილებელია პირიქით რუსეთის გავლენა სომხეთში იყოს დამთავრებული, თქვათ რა. და ესე იგი თქვათ პანისლამისტური ან პანთურქული ან რუსული გავლენა პირიქით სხვანაირი ფორმით, უბრალოდ ამერიკული გავლენა გაიზარდოს. ვიღაცისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის არის. მაგრამ ერთი რამე უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ინტერესებია გადაჯაჭვული პატარა რეგიონში და ყველა შემთხვევაში ამ ინტერესების, ასე ვთქვათ, გადაჯაჭვა, დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგს. რეგიონის ქვეყნებისთვის განსაკუთრებულად, საქართველოს სულს ხომ მით უმეტეს. თუ არის შესაძლებელი რომ ჩვენ აგვცდეს, ასე ვთქვათ, საომარი მოქმედება. ეკონომიკური სისტემის ღვევას გამოიწვევს ეს აი ამ სისტემის, რომელსაც ქვია ენერგომატარებლების ტრანზიტი, ეს ერთი, ყველა ესე რა ქვია, რეგიონალური ეკონომიკური პროექტის დასამარებას გამოიწვევს. შიგნით ქვეყანაში დაძაბულობას გამოიწვევს ეთნიკური დაპირისპირების სავარაუდო, ესე ვთქვათ, ფონი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ასაც თუ თავი გავანებოთ, საქართველოს იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს ორივე ქვეყანას ტვირთების მიწოდების თვალსაზრისით, საჰაერო სივრცის გამოყენების თვალსაზრისით, ამიტომ იქნება მუდმივი წნეხის ქვეშ დაპირისპირებული მხარეები და საქართველოსში ხო იცით თქვენ ახლა განცხადებულია ეკონომიკური განვითარების მთავარ კომპონენტად ტურიზმი, თქვათ რა. ნუ ახლა რომელ ტურიზმზე იქნება ლაპარაკი და საერთოდ ეს თემა დაიხურება. თან უნდა გითხრათ, რომ 90 წლებისგან განსხვავებით ახლა ბევრად უკეთესი შეერაღება, ბევრად უფრო ძლიერი სამხედრო ძალები ყავს ორივეს. აზერბაიჯანის სამხედრო ძალები 90,000 აღწევს, ნუ ბიუჯეტი სამხედრო ხო სამჯერ მეტია ვიდრე ჩვენი და აქედან გამომდინარე ხვდებით რამხელა ძალები იქნება გამოყენებული. თან არ არის გამორიცხული რომ ისლამური ფაქტორი გამოყენებული იყოს იქ მუჰაჯირების თუ მუჯაჰედების უკაცრავად მუჯაჰედების თემა იყოს არ ვიცი უამრავი რამე შეიძლება მოხდეს და გარდაუვალია ეს კონფლიქტი როგორ ვფიქრობ თუ არის იმის საშუალება რომ თვითონ მე პროცენტულად მიუხედავად იმისა რომ თვითონ ქვეყნები ეს ორნი ვერ დაარეგულირებენ ვერაფერს მაგრამ არსებობს სხვა ქვეყნები და სხვა ქვეყნების ძალისხმევაც მე მაგალითად მიუხედავად იმისა რომ ძალიან სერიოზული ისეთ დაძაბულობა არსებობს მე 50-50-ზე მეც მაინც არ მივცემდი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ექსპერტები უფრო მაღალ პროცენტს აძლევენ საომარი ვითარების განახლებას. რასაკვირველია, არსებობს დაბალანსების პოლიტიკა. ესიც როგორ არის? მოდი ესე შევხედოთ ამას. მიდის დიდი მსოფლიო ვაჭრობა, თუ ამ საკითხებს ვერ მოგვარებ, მაშინ ომს ვიწყებთ. აი დაახლოებით ეს. რომელშიც აზერბაიჯანს და სომხეთს აქვს თავისი პატარა ნიშა. მონაწილეობენ, მაგრამ თავისი ნიშა აქვს. არსებობს სხვა ქვეყნებიც, ტრანსნაციონალური კომპანიებიც, პოლიტიკური ჯგუფებიც და ასე შემდეგ. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო მომკა. ჩვენი სტუმარი იყო მამუკა არაშიძე, მე ამით გემშვიდობებით ორ შაბათს ზუსტად 10 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს დროებით.